მთელი შენი ცხოვრება იზომები მეტრიკით, რომელიც არ არსებობს. გეუბნებიან, რომ ინტელექტი არის რიცხვი, IQ ქულა, ნიშანი ფურცელზე, კედელზე ჩამოგიდებული დიპლომი. გეუბნებიან, რომ მთავარი საზომია ის, თუ რამდენი ფაქტის დამახსოვრება შეგიძლია, ან რამდენად სწრაფად მოახერხებ მათემატიკური ამოცანის ამოხსნას. გატყუებენ, რადგან ეს სისტემისთვის აუცილებელია. ჭეშმარიტ ინტელექტს სკოლასთან არაფერი აქვს საერთო. მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რომ იყო ჭკვიანი ისე, როგორც ამას თავაზიანი საზოგადოება განსაზღვროს. ჭეშმარიტი ინტელექტი არის ბერგეთი. ეს არის გადარჩენა. ეს არის უნარი, მოახვიო შენინება რეალობას, სანამ რეალობა მოგახვევს თავის ნებას. ისტორიის დიდმა სტრატეგებმა ეს იცოდნენ. სანამ მასები დაკავებულნი იყვნენ ჭკვიანად წარმოჩენის მცდელობით, სხვა დაკავებული იყო ძლიერების მოპოვებით. არსებობს იერარქია, შემეცნებითი ევოლუციის ფარული კიბე, რომელიც წყვეტს, ვინ ჭამს და ვინ იჭმევა, ვინ ხელმძღვანელობს და ვინ მოხმოდრეკილია. ადამიანების უმეტესობა, შესაძლოა მოსახლეობის 90%, სიცოცხლეს ასრულებს პირველ საფეხურზე. ისინი ცხოვრობენ ნისლში. გონიათ, რომ არჩევანს აკეთებენ, მაგრამ უბრალოდ მიყვებიან სცენარს, რომელიც სხვამ დაწერა. არსებობს ინტელექტის 7 დონე, გამოღვიძების 7 ეტაპი. დღეს მე ვაპირებ ილუზიების გაქარწყლებას. ვაპირებ სარკის დადებას შენი ფსიქიკის წინ. ეს იქნება არასასიამოვნო, შეიძლება მტკივნეულიც კი იყოს, რადგან ზუსტად დაინახავ სად დგახარ და როგორც კი დაინახავ იერარქიას, ვეღარასოდეს დაივიწყებ მას. გარშემო მყოფი ადამიანების სახეები შეიცვლება, დაინახავ ძაფებს, რომლებიც მათ კიდურებზეა მიმაგრებული. დაინახავ მდუმარებას მათ თვალებში. მოგმართავ ერთად ერთი კითხვით. გაქვს თუ არა საკმარისი გამბედაობა, რომ ნახოს სად ხარ? მიმოიხედე გარშემო, ყურადღებით მიმოიხედე. გაიარე შენს ქალაქში პიკის საათში. დააკვირდი სახეებს მეტროში, დადექი რიგში სასუსათო მაღაზიაში. რას ხედავ? ხედავ მძინარეებს. ეს არის პირველი დონე და ეს არის ყველაზე ხალხმრავალი დონე. მძინარე სულაც არ არის სულელი. მათ შეიძლება ჰქონდეთ მაღალი IQ. ისინი შეიძლება იყვნენ ექიმები, იურისტები, ბუღალტრები. მათ შეიძლება შეეძლოთ რუსთაველის ციტირება ან Python-ში კოდირება, მაგრამ ფუნქციურად მათ სძინავთ. ინტელექტი ამ დონეზე არის წმინდა რეაქტიული. მძინარე არ მოქმედებს. მასზე მოქმედებენ. მისი ცხოვრება არის ბიოლოგიური და სოციალური რეფლექსების სერია. მაღვიძ არ ეკავს, ის იღვიძებს. უფროსი უბძანებს, ის ემორჩილება. ახალი ამბების წამყვანი საუბრობს, ის იჯერებს. რეკლამა ციმციმებს, ის ყიდულობს. მას გონია, რომ მისი აზრები მისივეა, მაგრამ თუ ჰკითხავ, რატომ სჯერა იმის, რისიც სჯერა, ის ჩამოიშლება. გაიმეორებს სათაურს, რომელიც Facebook-ზე ნახა. გაიმეორებს გრძნობას, რომელიც მისმა მშობლებმა ასწავლეს. ის არის სხვა ადამიანების იდეების ჯურჯელი. ისინი იმდენად მარტივი და იმდენად დაქვემდებარებულნი არიან აწყო აუცილებლობებზე, რომ ვინც ეცდება მოტყუებას, ყოველთვის იპოვის ვინმეს, ვინც თავის მოტყუების უფლებას მისცემს. მძინარე ცხოვრობს კონტროლის გარე ლოკუსში. ყველაფერი, რაც მას ემართება, სხვისი ბრალია. ეკონომიკა, მთავრობა, მეუღლე, იღბალი. ის არის გარემოების მსხვერპლი. მიცურავს მდინარეზე, რომელზე ნავიგაციაზეც უარს ამბობს. ფსიქოლოგიურად მძინარეს ავტონომიის ეშინია. თავისუფლება მისთვის საჩუქარი არ არის, ეს თვირთია. სრული თავისუფლება რომ მისცე, პანიკაში ჩავარდება. მას ბატონის წყურია, მას სტრუქტურას წყურია. მას უნდა რომ უთხრან რა არის კარგი, რა არის ცუდი და რა უნდა გააკეთოს შემდეგ. სწორედ ამიტომ არის მძინარე შეფხრობილი კონსენსუსით. მას უნდა იცოდეს, რას ფიქრობს უმრავლესობა, სანამ თავს უსაფრთხოდ იგრძნობს ამაზე ფიქრით. აზრის ჩამოყალიბებამდე ამოწმებს კომენტარების განყოფილებას. ტანსაცმლის ყიდვამდე ათვალიერებს მოდის ტენდენციებს. მისი ყველაზე დიდი შიში შეცდომა არ არის. მისი ყველაზე დიდი შიში მარტო დგომაა. შენ იცნობ ამ ადამიანებს, შენ მათთან მუშაობ. შეიძლება მათთან ნათესაური კავშირი გაკავშირებდეს. ისინი ისტორიის ფილმში ეპიზოდური პერსონაჟები არიან. ისინი ავსებენ სივრცეს, გამოსცემენ ხმაურს, მაგრამ კვალს არ ტოვებენ. ერთგვარი ელემენტები არიან. კვებავენ უფრო მაღალი დონის ინტელექტის მიერ აგებულ სისტემებს. თუ პირველ დონეზე ხარ ამ ვიდეოს ალბათ არ უყურებ ბოლომდე. ალგორითმი მძინარეებს ამგვარ სიბნელეს არ აჩვენებს. მაგრამ თუ მძინარე იყავი და ახლა იღვიძებ, ბევრ რამეს გაიგებ. ტკივილი, რომელსაც გძნობ, ის მუდმივი შეგრძნება, რომ შენი ცხოვრება შენი არ არის, დეპრესიის სიმპტომი არ არის. ეს არის რეალობის სიმპტომი, რომელიც ანესთეზიაში იჭრება. როდესაც მძინარე იღვიძებს, ის მაშინვე ბრძენი არ ხდება, ის ხმამაღალი ხდება. შედის მეორე დონეზე, მიმიკაში. მიმიკამ გარაცნობიერა, რომ სამყარო თამაშია. მას ესმის, რომ ინტელექტი არის ვალუტა, რომელიც ყიდულობს პატივისცემას, სტატუსს და ვალიდაციას.
მაგრამ მას ჯერ კიდევ არ აქვს საკუთარი გონება, ამიტომ ის სხვების გონებას იპარავს. მიმიკა არის საშუალო გონების ადამიანი. ის არის სუფრასთან მჯდომი, რომელიც იყენებს ბრძნულ სიტყვებს, რომელთა არსიც ბოლომდე არ ესმის. ის არის სოციალური ქსელების აქტივისტი, რომელიც ითვისებს უახლეს ტენდენციებს, არა იმიტომ, რომ აინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ ეს სათნოებას ნიშნავს. კითხულობს წიგნების მიმოხილვებს და არასოდეს კითხულობს წიგნებს. ციტირებს ბუნებას, მაგრამ არასოდეს ჩაკვირვებია სირმეს. მეორე დონეზე ინტელექტი, წარმოდგენაა. ეს არის კოსტიუმი. მიმიკა შეპრობილია ინტელექტის ესთეტიკით, აგროვებს ხარისხებს, სერტიფიკატებსა და ტიტულებს, როგორც ძვირფას ქვებს. მას სჭირდება, რომ იცოდე, რომ ის ჭკვიანია, მას სჭირდება აპლოდისმენტები. ეს არის ყველაზე საშიში დონე შენი ეგოსთვის, რადგან მეორე დონეზე თავს მძინარეებზე აღმატებულად გრძნობ. შენ მათ ზიზღით უყურებ, ფიქრობ, შეხედე ან ცხრებს, მე კი უკვე გამოფხიზლდი. მაგრამ შენ ჯერ არ გამოფხიზლებულ ხარ, უბრალოდ სხვა სიზმარს ხედავ. მიმიკა ჩარჩენილია დანინგ-კრუგერის ეფექტში. მან იცის იმდენი, რომ თავი ექსპერტად ჩათვალოს, მაგრამ არ იცის საკმარისი იმის გასაცნობიერებლად, თუ რამდენად უმეცარია სინამდვილეში. მიმიკას სჯერა, რომ თუ ლიდერს გავს, ლიდერია. თუ ფილოსოფოსი ვიჯღერს, ფილოსოფოსია. მაგრამ ჩაიხედე უფრო ხმად. გამოიწვია მიმიკა. სთხოვემას ახალი პრობლემის გადაჭრა. სთხოვეს სისტემის აშენება ნულიდან. ის პანიკაში ჩავარდება, რადგან შექმნა არ შეუძლია. მას მხოლოდ კოპირება შეუძლია. ის არის ექო, ანარეკლი, ქვევრი. მიმიკის ტრაგედია ის არის, რომ დამოკიდებულია გარე ვალიდაციაზე. მისი მთელი თვითშეფასება დამოკიდებულია ინტელექტუალური კლასის მოწონებაზე, რომლის შეერთებასაც ის ესწრაფვის. თუმცა ეშინია, რომ გამოააშკარავებენ. ეს მას ხდის ხისტს. ის აგრესიული ხდება კითხვების დასმისას. თუ აღმოაჩენ, რომ გამუდმებით ცდილობ დაამტკიცო, რომ მართალი ხარ, თუ აღმოაჩენ, რომ იზეპირებ არგუმენტებს დებატებში მოსაგებად და არა ჭეშმარიტების ძიებისთვის, შენ მეორე დონეზე ხარ გაჭედილი. ერთგვარი თუთიყუში ხარ. ფერადი, ხმამაღალი, მეტყველების უნარის მქონე, მაგრამ აზროვნების უნარის არ მქონე. აქ იწყება სიბნელე. როდესაც სხვებისთვის თამაში შეწყვეტ და რეალობის დაგვირებას ისე დაიწყებ, როგორიც სინამდვილეშია, მესამე დონეზეა ხვალ, კალკულატორზე. კალკულატორი არის ცბიერი მელა. მას ვალიდაციის საჭიროება აღარ აქვს. აღარ აინტერესებს ხალხი ჭკვიანად თვლის თუ არა. მხოლოდ მოგება აინტერესებს. კალკულატორი უყურებს სამყაროს, კანონებს, ზნეობებს, სოციალურ კონტრაქტებს და აცნობიერებს, რომ ისინი არ არიან აბსოლუტური ჭეშმარიტებები. ისინი თითნებური წესებია და წესების შეცვლა შეიძლება. ლომი ვერ იცავს თავს ხაფანგებისგან, ხოლო მელა ვერ იცავს თავს მგლებისგან. ამიტომ უნდა იყო მელა, რომ ხაფანგები ამოიცნო და ლომი, რომ მგლები შეაშინო. კალკულატორი არის მელა. ის ხედავს ხაფანგებს. მას ესმის წამახალისებელი სტრუქტურები. უყურებს თავის უფროს, პარტნიორს, მთავრობას და უჩნდება კითხვა. რა უნდათ მათ? რისი ეშინიათ? როგორ შემიძლია ამის გამოყენება? მესამე დონის ინტელექტი ტრანზაქციულია. ის ცივია, ის სტრატეგიულია. კალკულატორი ეფექტურია. კორპორატიულ კიბეზე ადის არა ყველაზე მუყაითი შრომით, არამედ ყველაზე ჭკვიანურად მანევრირებით. მან იცის, ვის უნდა მოეფეროს და ვინ უნდა უგულებელყოს. იცის, როდის უნდა ილაპარაკოს და როდის უნდა გაჩუმდეს. მაგრამ კალკულატორი ხშირად მარტოსულია. იმიტომ, რომ როდესაც ყველა ურთიერთობას ტრანზაქციად არ იქვამ, შენ კლავ ადამიანურ ელემენტს. იწყებ ადამიანების ჭადრაკის ფიგურება დახკმას. და მიუხედავად იმისა, რომ ეს გაძლიერებს, ის ასევე გაპარანოიდებს. კალკულატორი გამუდმებით ზურგს აქცევს, რადგან თulis, რომ ყველა სხვაც კალკულატორია. ის საკუთარ ეშმაკობას სამყაროზე აპროექტებს. არავის ენდობა. ეს არის მესამე დონის ხაფანგი. ხდები საკუთარი სტრატეგიის ტყვე. იმდენად ხარ დაკავებული თამაშის თამაშით, რომ გავიწყდება ცხოვრება. ეფექტური ხარ, დიახ, მაგრამ ცარიელი. ბევრი წარმატებული აღმასრულებელი დირექტორი, პოლიტიკოსი და თაღლითი აქ ჩერდება. მათ აქვთ ფული, აქვთ სტატუსი, მაგრამ არ აქვთ სიმშვიდე. ისინი ჩარჩენილნი არიან მუდმივ მდგომარეობაში, როდესაც ეძებენ საფრთხეებსა და შესაძლებლობებს. ისინი ყველაზე ჭკვიანი ადამიანები არიან ოთახში, მაგრამ მაინც რეაგირებენ ოთახზე. მაინც თამაშობენ სისტემაში, რომელიც სხვამ ააშენა. იგებენ თამაშს, მაგრამ არ არიან თავისუფალი მისგან. უფრო მაღლა ასასვლელად. შენ უნდა შეწყვიტო მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა. უნდა გახდე ბუნების ძალა. მელა ცბიერია, მაგრამ მელა სოროებში იმალება. მეოთხე დონე არის ოპერატორი. ოპერატორის ცდება უბრალო გამოთვლას.
ის ამატებს ახალ ელემენტს, ნებას. კალკულატორი ცდილობს უსაფრთხოდ ნავიგაცია გაუწიოს სამყაროს. ოპერატორი ცდილობს სამყაროს ფორმირებას პიროვნული ძალითა და კომპეტენციით. ეს არის უმაღლესი სარდლობის დონე. ოპერატორი მხოლოდ ჭადრაკის ფიგურებს არ ხედავს. ის მათ რწმენით ამოძრავებს. არ ეშინია კონფლიქტის. ფაქტობრივად ის მასში ყვავის. მზად არის მიიღოს მძიმე გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებაც მძინარეებს, მიმიკებსა და კალკულატორებს ძალიან ეშინიათ. იღებს პასუხისგებლობის ტვირთს. ამ დონეზე ინტელექტი გენერაციული ხდება. შენ არ იყენებ მხოლოდ არსებულ შესაძლებლობებს, არამედ ქმნი ახალ შესაძლებლობებს შესრულების უნარის წყალობით. ხალხი ოპერატორს მიყვება არა იმიტომ, რომ ის მათით მელასავით მანიპულირებს, არამედ იმიტომ, რომ ის წარმოადგენს წესრიგს ქაოსის სამყაროში. ის არის შუქურა. მას აქვს ხედვა და აქვს დისციპლინა, რომლისკენაც მიისწრაფვის. საჭიროების შემთხვევაში კი ყველას თან მიათროს. მაგრამ აქვს ერთი საბედისწერო ნაკლი. ხილვადობა. ოპერატორი ხმამაღალია. ის დგას წინა ხაზზე. იღებს ქებას, მაგრამ ასევე იღებს ბრას. ის არის სამიზნე, რადგან ეხებნობა ძალასა და ყოფნას. მისი ძალა მის ფიზიკურ ენერგიას უკავშირდება. თუ ავად გახდება, იმპერია ინგრევა. თუ სისუსტეს გამოავლენს, მგლები თავს ესხმიან. ოპერატორი დაღლილია. მას მხრებზე სამყაროს სიმძიმე აწევს. გონია, რომ მეფეა, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახურია. ის საკუთარი ამბიციების მონაა. გონია, რომ ძალა არის კეთებაში, კონტროლში, დანახვაში. ჯერ არ უსწავლია ძალაუფლების საბოლოო გაკვეთილი. რომ სამყაროში ყველაზე საშიში რამ არის ის, რასაც ვერ ხედავ. ეხლა ჩვენ შევდივართ ხმაწყლებში, იმ დონეებზე, რომლებსაც სკოლებში არ ასწავლიან. იმ დონეებზე, რომელთა წინააღმდეგაც მორალისტები გაფრთხილებენ. მეხუთე დონე არის მარიონეტების მმართველი. თუ მელაც ბიერია და ლომი ძლიერი, მარიონეტების მმართველი უხილავია. მარიონეტების მმართველმა გააცნობიერა, რომ პირდაპირი კონტროლი, მეოთხე დონე, არაეფექტურია. ის ქმნის წინააღმდეგობას. თუ ვინმეს უბიძგებ, ის უკან გიბიძგებს. თუ ვინმეს უბძანებ, ის წყენას იძენს. მაგრამ თუ მათ აიძულებ გააკეთონ ის, რაც გსურს, ისინი შენ გეკუთვნიან. ეს არის რბილი ძალა. ეს არის გავლენა. მარიონეტების მმართველი adzgას ტრიბუნაზე. ის დგას ტრიბუნის უკან ჭtildeში. ის ლომს ყურში ჩასჩურჩულებს. მას ესმის ადამიანის ფსიქოლოგიის ყველაზე ღრმა ფენები. მან იცის, რომ ადამიანებს ორი რამ ამოძრავებთ: სურვილი და შიში. ის არ ებრძვის რეალობას, ის აცტუნებს მას. მარიონეტების მმართველი ქმნის ნარატივებს. ის აწყობს სიტუაციებს, სადაც შედეგი გარდაუვალია, მაგრამ ყველას გონია, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთა. ის არის დამაჯერებელი უარყოფის ოსტატი. თუ პროექტი ჩავარდება, მისი სახელი არსად ფიგურირებს. თუ ის წარმატებულია, იღებს ჭილდოს. მოქმედებს შუამავლების მეშვეობით. იყენებს მძინარეებს, მიმიკოსებს, კალკულატორებს და ოპერატორებსაც კი, როგორც საკუთარ კიდურებს. მაკიაველი წერდა: ყველა გხედავს, როგორ იცე ჩვენები, მაგრამ ცოტა თუ განიცდის, როგორი ხარ სინამდვილეში. მარიონეტების მმართველი ამ კოდექსით ცხოვრობს. ის ფორმის შემცვლელია. ხდება ის, ვინც უნდა იყოს, რომ მიიღოს ის, რაც სურს. არ აქვს ფიქსირებული იდენტობა. ის წყალია მძინარესთვის, მეგობარია ოპერატორისთვის, ერთგული მრჩეველია კალკულატორისთვის. ვერც ერთი მათგანი ვერ აცნობიერებს, რომ მართავენ, მაგრამ მეხუთე დონეს საშინელი ფასი აქვს. დისოციაცია. როდესაც მთელ ცხოვრებას ნირბების ტარებაში ატარებ, გავიწყდება, როგორ გამოიყურება შენი სახე. როდესაც ყველა ადამიანურ ურთიერთობას ფსიქოლოგიურ ოპერაცია დაღიქვამ, კავშირის დამყარების უნარს კარგავ. მარიონეტების მმართველი ძლიერია, მაგრამ ის მოჩვენებაა. დადის სამყაროში, მაგრამ არ არის ამ სამყაროს ნაწილი. ცივია, მელაზე უფრო ცივი. კაცობრიობას მეცნიერის გადმოსახედიდან უყურებს, რომელიც ბაქტერიებს აკვირდება მინის ჭურჭელში. შეუძლია მათი წინასწარმეტყველება, შეუძლია მათი კონტროლი, მაგრამ არ შეუძლია ერთ-ერთი მათგანი იყოს. ეს არის მანიპულირების მარტოსული მწვერვალი. ბნელი ფსიქოლოგების უმეტესობა აქ ჩერდება. მათ გონიათ, რომ ეს არის პიკი. მათ გონიათ, რომ უხილავ ხელად ყოფნა უდიდესი ძალაა, მაგრამ მწარედ ცდებიან, იმიტომ რომ მარიონეტების მმართველი ჯერ კიდევ თამაშობს. ის ჯერ კიდევ მანიპულირებს ფიგურებით. ის ჯერ კიდევ მოქმედებს დაფაზე. ჭეშმარიტი ოსტატი არ თამაშობს ფულზე. ჭეშმარიტი ოსტატი აშენებს კაზინოს. ეს არის არქიტექტორის დონე. არქიტექტორი არ მანიპულირებს ადამიანებით, ის ქმნის გარემოს. მას ესმის, რომ ადამიანის ქცევა გარემოს ფუნქცია. თუ გინდა, რომ ადამიანებმა გარკვეული გზით იარონ, არ სთხოვა მათ, არ მოატყუო ისინი. არქიტექტორი აშენებს დერეფანს,
ქმნის სისტემებს, იდეოლოგიებს, კორპორაციებს, ალგორითმებს, რელიგიებს, ერებს, ადგენს თამაშის წესებს, რომლებზეც მძინარეები, მიმიკოსები, მელიები, ლომები და მარიონეტების მმართველები იბრძვიან. სანამ მელა ცდილობს ყურძნის მოპარვას, ლომი კი მთელი მტევნისთვის იბრძვის და მარიონეტების მმართველი არწმუნებს ვინმეს, რომ ყურძენი მისცეს. არქიტექტორს ვენახი აქვს. ეს არის სისტემური ინტელექტი. ეს არის მეორე, მესამე და მეოთხე რიგის შედეგებზე ფიქრის უნარი. არქიტექტორი 10 წლეულებითა და საუკუნეებით აზროვნებს და არა ფისკალური კვარტლებით. ის განცალკევებულია ინდივიდუალური ბრძოლების შედეგებისგან, რადგან მან ომი მოაწყო. იფიქრე სოციალური მედია პლატფორმების შემქმნელებს, ისინი არქიტექტორები არიან. მათ არ აინტერესებთ რაზე კამათობ, მათ არ აინტერესებთ რომელი პოლიტიკური მხარე გაიმარჯვებს, მათ ააშენეს არენა. ისინი ხმაურიდან და კონფლიქტიდან იღებენ მოგებას. არქიტექტორი არ არის ბოროტი, მაგრამ არც კეთილია. ის გარდაუვალია. ის უყურებს სამყაროს ქაოსს და ხედავს შაბლონებს. ხედავს კოდს მატრიცის მიღმა და გადაწერს მას. მეექვსე დონის მისაღწევად, შენ უნდა მიატოვო პირადი დიდების სურვილი, უნდა მიატოვო ინდივიდებზე კონტროლის სურვილი, უნდა შეგიყვარდეს სტრუქტურა, უნდა გახდე ცივილიზაციის სტუდენტი, უნდა გესმოდეს ეკონომიკა, ფსიქოლოგია, ისტორია და ფიზიკა და ერთ ქსოვილში მოგსოვო ისინი. არქიტექტორი იშვიათია, შესაძლოა 10 მილიონიდან ერთი აღწევს ამ დონეს. ისინი არიან სახელები, რომლებიც ისტორიას გადაურჩნენ. არა მეფეები, რომლებიც ომებში იბრძოდნენ, არამედ ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს სისტემები, რომლებმაც ომები აუცილებელი გახადეს. მაგრამ არქიტექტორიც კი არ არის საბოლოო დონე, რადგან არქიტექტორი კვლავ მიჯაჭვულია თავის ქმნილებაზე. მას კვლავ აინტერესებს, მუშაობს თუ არა სისტემა. მას კვლავ აქვს ეგო, თუნდაც ის თავის ნამუშევარში იყოს პროეცირებული. თუ მისი სისტემა ინგრევა, იტანჯება. არსებობს კიდევ ერთი დონე, უფრო მაღლა. დონე, რომელიც თითქმის არაადამიანურია. ინტელექტის საბოლოო დონე არ არის მეტის დამატება, ეს არის გამოკლება, ეს არის სიცარიელე. მეშვიდე დონეზე შენ წყვეთ მოთამაშეობას, წყვეთ დიზაინერობას. ხდები სიჩუმე. ეს არის სრული შინაგანი სუვერენიტეტის მდგომარეობა. სრული ემოციური და ფსიქოლოგიური განცალკევება გარე სამყაროსგან. მას არაფერი აქვს, მაგრამ ყველაფერს ფლობს. არ აქვს შიში, რადგან არ აქვს მიჯაჭვულობა. ვერ დაემუქრები ადამიანს, რომელსაც არ აინტერესებს, იცოცხლებს თუ მოკვდება. ვერ მოისყიდი ადამიანს, რომელსაც არაფერი სურს, რაც შენ გაქვს. ვერ იმანიპულირებ ადამიანით, რომელსაც არ აქვს ეგო, რომელსაც შეგიძლია მოეფერო. სიცარიელე უყურებს არქიტექტორის სისტემებს, მარიონეტების სქემებს, ლომის ომებს და მელას ხრიკებს და იღიმის. ის ამ ყველაფერს თამაშად, კოსმიურ ხუმრობად აღიქვამს. ეს არ არის ნიჰილიზმი. ნიჰილიზმი სასოწარკვეთაა. ეს არის ტრანსცენდენცია. სიცარიელე მოქმედებს სრული სიცხადით, რადგან მისი ხედვა არ არის დაბინდული სურვილით. ის აკეთებს ზუსტად იმას, რაც აუცილებელია, არც მეც, არც ნაკლებს. ის წყალივითაა. შენ ცდილობ მის დაჭერას და ის თითებს შორის გიცურდება. ცდილობ მის გაჭრას და ის გარდაიქმნება. ცდილობ მის დაწვას და ის ორთქლად იქცევა. მხოლოდ იმისთვის, რომ მოგვიანებით წვიმად მოვიდეს. გახსოვდეს, ჩვენი ცხოვრების ნახევარს ფორტუნა მართავს, ხოლო მეორე ნახევარს ჩვენი ნება. სიცარიელემ თავისი ნება ფორტუნას შეუსაბამა. ის არ ებრძვის დინებას, ის ხდება დინება. აღმოსავლურ ფილოსოფიაში ეს არის ტაო. სტოიციზმში ეს არის ბრძენი. ბნელ ფსიქოლოგიაში ეს არის საბოლოო მტაცებელი. რადგან თუ მეშვიდე დონეზე მყოფ ადამიანს შეხვდები, უმწეო ხარ. შენ ვერ წაიკითხავ მას, ვერ იწინასწარმეტყველებ მას. ის ილეკლავს ყველაფერს, რასაც მასზე აპროექტებ. ის სარკეა. თუ მასში ჩაიხედავ, მხოლოდ საკუთარ თავს დაინახავ. მას შეუძლია მეოთხე დონეზე ჩასვლა არმიის სათავეში, შემდეგ კი კვლავ სიცარიელეში ამაღლება. შეუძლია მელას როლი ითამაშოს მოლაპარაკებებში, შემდეგ კი სიცარიელეში დაბრუნდეს. ის სხვა დონეებს იყენებს როგორც ინსტრუმენტებს, მაგრამ იქ არ ცხოვრობს. ცხოვრობს საკუთარი გონების ციხესიმაგრეში, რომელსაც კარები არ აქვს. ეს არის საბოლოო თავისუფლება. თავისუფლება ვინმე ყოფნის საჭიროებისგან. და პარადოქსია, რომ სწორედ აქ მდგომარეობს უდიდესი ძალა, რადგან ადამიანი, რომელსაც არაფერი სჭირდება, ყველაფერს მართავს. ეხლა სარკე შენს წინაშია. რომელ ადგილს იკავებ? იყავი გულწრფელი. ტყუილი, რომელსაც საკუთარ თავს ეუბნები, არის ყველაზე ძვირადღირებული ტყუილი, რომელსაც ოდეს მეილიდი. ხარ თუ არა მძინარე, რომელიც ტივტივებს, რეაგირებს, ელოდება ცხოვრების ნებართვას. ხარ თუ არა მიმიკოსი, რომელიც ეძებს აპლოდისმენტს, იზეპირებს ციტატებს, თავს აჩვენებს, რომ ესმის.
ხარ თუ არა კალკულატორი, რომელიც ვირთხების რბოლაშია ჩარჩენილი, პარანოიდი, ტრანზაქციული, მარტოსული. ხარ თუ არა ოპერატორი, დაღლილი, რომელსაც მსოფლიოს ტვირთი აწევს და ამავდროულად სამიზნე ყველასთვის. ხარ თუ არა მარიონეტი, რომელიც ჭრილში იმალება, განკარგავს სულის ნიღბებს, რომლებსაც ატარებ. ხარ თუ არა არქიტექტორი, სამშენებლო სისტემების სპეციალისტი, შეპყრობილი მემკვიდრეობით, თუ სიცარიელეს უახლოვდებით. უმეტესობა მეორე და მესამე დონეებს შორის მერყეობს. საკმარისად ჭკვიანი ხარ, რომ იცოდე, რომ თამაში არსებობს, მაგრამ ჯერ კიდევ ეძებ ვალიდაციას მეორე დონეზე. ან ხარ ჩარჩენილი ტრანზაქციების მესამე დონეზე. ეს ნორმალურია. ცნობიერება აღმასვლის პირველი ნაბიჯია. მაგრამ დაიხსომე, სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ დაგანციროს. სკოლა შექმნილია იმისთვის, რომ ძინარედ გაქციოს. უნივერსიტეტი შექმნილია იმისთვის, რომ მიმბაძველად გაქციოს. კორპორატიული კიბე შექმნილია იმისთვის, რომ კალკულატორად გაქციოს. მათ არ სურთ არქიტექტორები და ეშინიათ სიცარიელის. თუ გსურს ასვლა, უნდა წახვიდე შენი მთელი ბიოლოგიური და სოციალური პროგრამირების საწინააღმდეგოდ. უნდა მოკლა შენ ის ნაწილი, რომელსაც სურს რომ მოსწონდე. უნდა მოკლა შენ ის ნაწილი, რომელსაც სურს იყოს უსაფრთხოდ. უნდა მიიღო, რომ ინტელექტი არ არის იმაში, რომ იყო კარგი, არამედ რომ იყო მართალი, რომ იყო ეფექტური. ეს არის კოდის დანახვა. მაშ, როგორ უნდა აიწიოს ზემოთ? ვერახვალ კიბეზე მეტი ინფორმაციის დამატებით. ადიხარ მხოლოდ ილუზიების მოხსნით. ძინარედან მიმბაძველში გადასასვლელად უნდა გააცნობიერო ცოდნის ღირებულება. მიმბაძველიდან კალკულატორში გადასასვლელად უნდა შეწყვიტო იმაზე ზრუნო თუ რას ფიქრობენ ადამიანები და დაიწყო იმაზე ფიქრი თუ რა მუშაობს. კალკულატორიდან ოპერატორში გადასასვლელად უნდა განავითარო გამბედაობა და აიღო პასუხისგებლობა. ოპერატორიდან მარიონეტში გადასასვლელად უნდა ისწავლო დახვეწილობა და ფსიქოლოგია. მარიონეტიდან არქიტექტორში გადასასვლელად უნდა ისწავლო სისტემები, აზროვნება და მოთმინება. არქიტექტორიდან სიცარიელეში გადასასვლელად ყველაფერი უნდა გაუშვა. ეს გრძელი გზაა, ეს ბნელი გზაა. ადამიანების უმეტესობა უკან ბრუნდება. მათ ურჩევნიათ ჯოგის კომფორტი, ჯოგის შუაგულში თბილა, მთაზე ცივა, მაგრამ ხედი განსხვავებულია. როდესაც დგახარ სიმაღლეზე და უყურებ აჩქარებულ მასებს, ხვდები, რომ მთელი სტრესი, მთელი დრამა, მთელი პოლიტიკა, მთელი ხმაური, ეს ყველაფერი მხოლოდ თამაში იყო. თამაში, რომლის თამაშიც აღარ გჭირდება, უბრალოდ შეგიძლია უყურო. და ამ ყურებაში პოულობ ერთადერთ რამეს, რაც მნიშვნელოვანია, ძალა საკუთარ თავზე. მაგრამ არსებობს კონკრეტული ტექნიკა, ფსიქოლოგიური გასაღები, რომელიც ხსნის გადასვლას მესამე დონიდან მეოთხეზე. ეს არის ყველაზე რთული ბარიერი დასარღვევად. ეს მოიცავს კონცეფციას, რომელსაც მაკიაველი ვიერორს უწოდებდა. არა სათნოება ქრისტიანული გაგებით, არამედ დაუნდობელი, მოქნილი ოსტატობა. უმეტესობა ჭერს მესამე დონეზე მიაღწევს. იქნები ჭკვიანი, წარმატებული მელია, მაგრამ ყოველთვის შეგეშინდება მგლების. ვერასოდეს გახდები ლომი, ვერასოდეს ააშენებ იმპერიას. რატომ? იმიტომ რომ ჯერ კიდევ გჯერა წესების. ფიქრობ, რომ თუ საკმარისად ჭკვიანი ხარ, წესები დაგიცავს. ისინი არ დაგიცავენ. გარღვევის საიდუმლო, არქიტექტორებისა და სუვერენის სამყაროში შეესვლის საიდუმლო მოითხოვს ფუნდამენტურ ღვევას შენს მორალურ პროგრამირებაში. მზად უნდა იყო გააკეთო ის ერთი რამ, რასაც საზოგადოება გეუბნება, რომ მიუტევებელია. ამას სრულად ვერ აგიხსნი აქ. ალგორითმს ეს არ მოეწონება. მძინარეები შეატყობინებენ მას ამის შესახებ. თუ ამ ვიდეომ თვალები აგიხილა, გეტყვი, რომ ეს მხოლოდ ის არის, რისი მოყოლაც საჯაროდ შემიძლია. არის რაღაცები, რომლებსაც ყველასთვის ვერ ავტვირთავ. არის ბნელი ფსიქოლოგიის ასპექტები, რომლებზეც უბრალოდ ვერ ვისაუბრებ საჯაროდ YouTube-ზე ცენზურის გარეშე. ალგორითმი თრგუნავს ასეთ ინფორმაციას. თუ ჯერ კიდევ აქ ხარ, სხვებს არ გავხარ. გამოიწერე ფიორი თუ ჯერ არ გამოგიწერია. აქ შენიხილავ ექსკლუზიურ ვიდეოებს, რომლებიც ადამიანის ფსიქიკის ყველაზე ღრმა ნაწილებში იჯრებიან. უმეტესობა ამას არ გააკეთებს. და მთავარი აზრიც ამაშია. მადლობა, რომ მეგობრობ ფიორისთან. თუ თვლი, რომ ვიდეო საინტერესო გამოვიდა, მოიწონე, გაუზიალე მათ, ვისაც ამის ცოდნა სჭირდება, გამოიწერე არხი და გაააქტიურე ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეს ახალი ვიდეოები.